მოგესალმებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი აქტუალური პრობლემაა ქვეყანაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ის, რაც მიმდინარეობს უნივერსიტეტში პროცესები, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, მაგრამ საზოგადოებას კიდევ სხვა პრობლემებიც გააჩნიათ და სწორედ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, მიგვეპყროს საზოგადოების ყურადღება ის, რომ დღემდე არ ჩერდება ნაციონალური მოძრაობის ბინძური კამპანია პოლიტპატიმართა მიმართ და რამოდენიმე გვარი იქნა დასახელებული პირადად ეგრეთ წოდებული თითქოს უფლებადამცველის წინა ხელისუფლების დროს ყოფილი პოლიციელის და დღეს უკვე უფლებადამცველის მანტიით შემოსილი კუპრავას მხრიდან. დასახელდა როგორც თვითონ პოლიტპატიმრები აღემობენ სამი გვარი პოლიტპატიმრისა, რომლის პოლიტპატიმრობაც მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა თქვენ იცით რომ მთლიანი სია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მათი მხრიდან და დღეს ჩვენ იმ ერთ-ერთი ადამიანის ისტორიის შესახებ, რომელიც აქ ბრძანდება ბატონი ზაზა თვითონ მოყვება თავის შესახებ და მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ რა ხდებოდა ამ საქმეებთან დაკავშირებით. რატო ხდება ახლა ყველაზე მეტად პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეტევები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმიტომ რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება შექმნა დღემდე ნაციონალური მოძრაობის სისტემურ დანაშაულზე, ეს არის ის, რომ მათ ყავდათ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და პოლიტიკური დევნილები. სხვა სისტემურ დანაშაულზე მათ მტკიცებულება ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლების მიმართ სამწუხაროდ არ შეუქმნია. არ შეუქმნია თუნდაც იმ კადრებთან დაკავშირებით, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც ასობით დახვდა და ასევე 10,000-ობით სხვა ფაილები, რომელიც იყო წამების ღირსების შემლახავი მოპყრობისა და თვალთვალისა და მიყურადების. ამ დანაშაულებთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჯერ არ არის შექმნილი, რომ ის იყო სისტემური დანაშაული და ვინაიდან ამ ერთადერთ სისტემურ დანაშაულს, რომელიც არის სახეზე პოლიტპატიმრების სახით და გამოუცხადეს ძალიან ბინძური ბრძოლა. და დღეს ამ ადამიანებს ფაქტიურად ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მარტოს უხდებათ ბრძოლა, უბრალოდ გვიხდება ბრძოლა ამ ბინძური კამპანიის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ არ არის ის ცვლილება შესული, რომელზედაც ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს ცვლილება 300 მუხლში და პოლიტპატიმრობა შევიდეს როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომ საზოგადოებამ ნახოს რა ხდებოდა ამ საქმეებში და ეხლა ისევ დაუბრუნდებით იმას, რომ ზაზა სამხარაძე, დღეს პოლიტპატიმარი ზაზა სამხარაძე მოყვება იმ ისტორიას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კუპრავამ და მისმა მსგავსმა, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში უფლებადამცველებმა. ზაზას დაუთმობ ახლა მე მიკროფონს, მან ის მოყვება თავისი შვილის ისტორიასაც, რა მოხდა 26 მაისს და რა გადახდა ამ ადამიანებს და მის ისტორიასაც და მე უკვე საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად იყო ეს საქმე პოლიტიკური. ქალბატონო ანანამ უკვე საკმაოდ ისაუბრა ზვიად კუპრავას შესახებ, მე კონკრეტულად უკვე საქმეზე მოგახსენებთ. 21-26 მაისის ამბები საზოგადოებისთვის ფართო ცნობილია და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ იმ ღამის დარბევა იყო საშინელება და არა დარბევა და ეს იყო სპეციალური ოპერაცია ხალხის წინააღმდეგ. ყველა გზა ჩაკეტილი მარტო უნდა ეცემათ და ეხოცათ ეს ხალხი, ვინც იქ ვიყავით. იმ ღამეს დაგვაკავეს ორივე, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე გამოვეპარე იქიდან პროკურატურის შენობაში მოვხვდი, ნიკა, ჩემი შვილი, სასტიკად ნაცემი მოხდა 30 დღეში, ანუ ადმინისტრაციული მიუსაჯა მოსამართლემ. ქედან გამოვიდა საკმაოდ დაავადებული, ეგრეთ წოდებული კაპეზედან, გარდაბნის კაპეზეში იჯდა. სანამ ეს ბავშვი იხდიდა ამ ადმინისტრაციულ სასჯელს, ჩემზე და არა მარტო ჩემზე, ჩემს მეგობრებზეც, ნევავ თორნიკე არევაძე, მანამდე გივიკო გაჩეჩილაძე დააპატიმრეს, მანამდე კიდე ლევანი ბერიშვილი, რუსთაველი პოლიტპატიმრებს ვიძახი, ის დააკავეს, ის დააპატიმრეს. ხდებოდა გარკვეული ზეწოლები, რა ფსიქოლოგიური, რა სატელეფონო მოსმენები, რა უკან დევნა და ასე შემდეგ. უამრავჯერ იყო მცდელობა დაკავებისა ჩემი პირადად, მაგრამ რაღაც მიზეზებს არ ვაძლევდი. მოხდა ასე, რომ 2011 წლის 6 ივნისის ღამეს 7 ივნისის გამთენიაზე ერთ-ერთი ნასეტკა, ასე ვთქვათ, მოაგზავნეს ჩემამდე, ჩემს სახლში,
ყვავილებით ხელში, აი ზვიად კუპრავა აღნიშნავს იმას თავის გამოსვლაში, რომ პოსტსკრიპტუმში გავიდა ამ 3 კვირის წინ, აღნიშნავს, რომ იქ რაღაცა ყვავილების საქმე ესე განიხილეს და ისე განიხილეს და რა საქმეა და როგორ უკავშირდება ეს პოლიტპატიმრობას. აი აქედან უკავშირდება ჭყალებში ბატონო ზვიად. ეს სპეციალურად შექმნილი შეკერილი საქმე იყო, მოიტანეს ღამე ყვავილები. უნდა გადაეცათ ჩემი მეუღლისთვის, ანუ ვიღაცამ გამოატანა ყოფილმა ქმარმა თუ ყოფილმა საყვარელმა და ასე შემდეგ. რა ბინძური ისტორია ძალიან. წესით და რიგით ქართველი კაცი და კავკასიელი კაცი მაგის მონტაჟს და მაგის გამოგზავნასაც მიასამარებდა იქვე, მაგრამ გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ ჩემზე ხელმოწვევები მიდის და მთელ ჩვენს პარტიაზე და ორგანიზაციაზე. გავითვალისწინე ის, რომ ნიკა იქ ზის ჯერ კიდევ დაკავებულია და მიმკვდარებული იყო და დაავადებული გამოვიდა სხვათა შორის იქიდან. გამომდინარე მანდედან თითიც კი არ დამიკარებია, კარები მიუჯახუნე და თავი დამანებე თქვა. აი ამ ფაქტიდან თვე და 3 დღის მერე დამაკავეს. თურმე ისე მიცემია ის საწოდავი, ვინმე რუპენ ნაზარიანი, რომ 2 კვირა თურმე საავადმყოფოში წოლილა. კი ბატონო, დაუშვათ ესეც იყო. იქ სასამართლო პროცესებზეც აი ისეთი ძალიან სასაცილო ფაქტები და სიტუაციები ხდებოდა, სამაგიეროდ მე დამიჭირეს გამასამართლოს 2 წელი მომისაჯეს. ზვიად კუპრავა იძახის, რომ უშნოდ შეკერილი იყო ეს საქმე. უпростоრად არ იმსახურებს. აგერ არის დადგენილება პროკურატურისა 2013 წლისა ნიკა სამხარაძე პროკურატურამ ცნო დაზარალებულად, ანუ პოლიტდაზარალებულად. ეს ერთი. აგერ არის ნიკას სამედიცინო ცნობა ავსტრიულიც, რომ ის დაავადეს იქცემაში, ავსტრიულიც და აგერ ქართულიც. ბატონო ზვიად, კარგად ნახეთ ეს დოკუმენტები. გნებავთ მომძაით და გადაგაკითხებთ ყველაფერს. თუ ვინმეს დაინტერესებს, მე ავაჩვენებთ. გარდა მაგისა, არა მარტო ზვიად კუპრავა, მთელი ნაციონალური მოძრაობა აღარ ჩერდება, ბოდის ვინ მოიხდის ხო? აღარ ჩერდება და უბინძურეს კამპანიას მართავენ ჩვენს წინააღმდეგ. თუ ვინმეს ეჭვიებარება ჩვენს პოლიტპატიმრობაში, აგერ არის ჩემი განცხადებაც პრესკონფერენციის მერე შემაქვს მთავარ პროკურატურაში, რაც შეიძლება სასწრაფოდ გამოიძიონეს ჩემი საქმე და თუ მე ვარ დამნაშავე და არ ვიმსახურებ პოლიტპატიმრობას. კი ბატონო, მე რამდენიც დამაკლდა ანონიმში დარიყავი, ისევ შებრუნდები ციხეში და გავაგრძელებ მოვიხდი და მაინც გამოვალ გარეთ. თუ არა ვარ დამნაშავე, მაშინ ვინც ეს საქმეები შეკერა, კეთილინებონ და პასუხი აგონ კანონის წინაშე. აი ეს არის ჩემი მიმართვა. დანარჩენს ჩემი მეგობრები თორნიკე არევაძე და გივიკო გაჩეჩილაძე მოგახსენებენ პოლიტპატიმრები ასევე. მოგესალმებით. მე მინდა დავიწყო ხალბატონმა და ზაზამ ჩამოაყალიბეს რესიგულისთვისაც შევიკრიბეთ, მაგრამ მე ცოტა განვავრცობ ამ თემას, რადგან პოლიტპატიმრებზე აგორებულია ეს ბინძური კამპანია, მე ძირითადად ვიტყვი ნაციონალურ მოძრაობას და მასთან ჭყალებში მიბმულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ პოლიტპატიმრები არა ვართ და თითქმის ყოველდღიურად ახალ რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან ტელევიზიებიდან. მე მინდა მიმართო მათ შეწყვიტონ ეს ბინძური კამპანია ჩვენ პოლიტპატიმრების მიმართ და თუ აინტერესებთ ვართ თუ არა ჩვენ პოლიტპატიმრები, მოვიდნენ სადაც უნდათ თავიანთ დათქმულ ადგილას შევხვდეთ, ცივილიზებულად დავილაპარაკოთ. ჩვენ თვითონ არა გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ წვდომა გქონდეს ჩვენ საქმეებზე და ჩავიხედოთ რა ხდება ამ წუთისთვის ჩვენ საქმეებთან დაკავშირებით და გვაინტერესებს ჩვენს თვითონ საიდან აქვთ ეს ინფორმაციები, რომელსაც ტელევიზიით აშიღერებენ, რომ ჩვენ არა ვართ პოლიტპატიმრები და ჩვენ საქმეებში ეს და ასე შემდეგ ხდებოდა. რადგან ამის კანონმდებლობა არ არსებობს, ჩვენ თვითონ არა გვაქვს უფლება, რომ მოვითხოვოთ პროკურატურიდან საქმეები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ეს ბინძური კამპანია. თუ რაიმე აინტერესებთ, თავიანთ დათქმული ადგილი იქნება თუ ასე შემდეგ, ჩვენ მზათა ვართ, შევხვდეთ და ცივილიზებულად დაველაპარაკოთ, აუხსნათ ამ ხალხს ჩვენ რატო ვართ პოლიტპატიმრები და ალბათ მთელი საქართველო და ხალხიც გაიგებს ყველაფერს, რისთვის არის ეს ბინძური კამპანია მიმართული ჩვენს წინააღმდეგ.
მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ მე ვარ მხოლოდ ერთადერთი პოლიტპატიმარი, რომელსაც გამომართლებელი განაჩენი აქვს. მიუხედავად ამისა, აქტიურად მოვითხოვ, რომ მოხდეს ჩვენი საქმეების ხელთავიდან გადახედვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს აი ეს კამათი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ვართ თუ არა ჩვენ პოლიტპატიმრები, კრიმინალები ვართ თუ პოლიტპატიმრები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ შესულიყო 300-ე მუხლში ცვლილებები, რაც მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ თითოეული ჩვენი საქმეები ყოფილი ხელთავიდან მოხდეს თითოეული ჩვენი საქმეების გადახედვა. და საზოგადოება ნათლად დაინახავს უკვე მას, რომ ჩვენ ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით ვიყავით დაკავებულები წინა ხელისუფლების მხრიდან, თუ ჩვენ კრიმინალები ვართ, როგორც მას ნაციონალური მოძრაობის რიგი წევრები გვიწოდებენ. რაც შეეხება მინდა დავამატო ბატონ კუპრავას გამოსვლას, ბატონ კუპრავას საიდან ქონდა წვდომა ამ საქმეებთან, რომელიც ძალიან დიდი აღკრინებით გვაძლევს, ფურცლებს გვიტრიალებს და გვეუბნება, რომ ჩვენ საქმეებში პოლიტიკური ნიშნები არ არის გამოხატული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვეძლება საშუალება, რომ ჩვენი საქმეები გამოვითხოვოთ პროკურატურიდან და ის ძიების მასალები ამოვიღოთ პროკურატურიდან, რომელიც ჩვენზე იყო წარმოებული. აგრეთვე მინდა მიმართო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება დროულად იქნეს რეაგირება მოხდეს აი ამ ყველა ცილის-სამებურ კამპანიაზე, დაიწყოს ძიებები ჩვენ საქმეებთან დაკავშირებით და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას აი ამ გაუთავებელ მრავალწლიან კამათს.